რატო არ შევა? ბიჭო. ბიჭო, აბა. მიხჩობით, გონი, ჰაერი არ არის, ბუშტები ხომ დაადიოს. გადავრჩი. არ გადამიცივდა გული ბიჭო მეთქი რა. ვაი, გადამიცივდა გული. ნიკა ნახე. რა მაგარი ლასტები გაქვს? ახალია. სადააგდე? ახლებია, ნახე რა. რა მაგარია. მაგარია, ძალიან სერიოზულია, ხო იცი? პროსტა რა პონტია, იცი ბიჭო, ეს ფერი მევასება, ხო იცი, მაგრამ მევასება და იყო ერთი ზომა. ერთი ზომა იყო სულ, გაიგე და მაგ ერთი ზომი დიდია. წყალი შემდის. წყალი შედის? ო, წყალი შედის. ფეხი მისველდება, რას დავეძებ, ერთი ზომი დიდია. რას დაეძებ ბიჭო, ერთი ზომი დიდი თუა, კაია, ზამთარში წინდაზე ჩაიცმე. ო, აბა. ხო, რა ვიცი, ზამთრამდე, მაგრამ რა ვიცი, კაია, ბიჭო, დილიდან აქვარს და ეს არის ჭმება ესა? რა? ეს რა არის? ეს არის ხახვია? ომბალოა. ომბალო არ მიყვარს. შია და რა ვჭამოთ? რა უნდა ჭამოღა ზღვაში ვარ და თევზს ხوار შეჭამ. რა გაჭვევს თევზს? ფუ. თევზს ჭამენ ადამიანები, ბიჭო. რა გაცინებს, ბიჭო? ვის გაუგონია ბიჭო თევზი ჭამა? ბიჭო, ჩინელებს აქვს სპეციალური გისა, რესტორანი. გველის ხორცს და დაჟე თევზისას ჭამენ. ვის გაუგონია ბიჭო თევზი რო ჭამა? ბიჭო, მომისმინე, შენ მე გეტყვი ახლა ერთ რაღაცას, ძმაო. ბაბუა ჩემი არის ომში ნამყოფი. გაიგე და მაგ მომიყვარო, იქ რა დრო იყო შენ არის ხტებოდა ხალხი შიმშილით, მარტო წვიები და ის კი არ იყო, იქ ხვანაირი ომიც იყო. ხო და ეს გაგანია ომი რო იყო, წინა ხაზზე იქ საჭმელი რა ქონათ, არაფერი არ ქონათ, საჭმელი და ეს ბომბები რო ცვიოდა და ტყუიები ერთი ამბავი რო იყო, ტყეში ხო იხოცებოდა თევზები. მე ამ თევზებს სხვა გამოსავალი ვერ ქონა ჭამდნენ. მაგრამ არ მოუკლია ბაბუა ჩემი მაგას. როგორ უნდა გიჭირდეს? რო თევზი ჭამო. ომია. როგორ უნდა გიჭირდეს? ომი. წარმოიდგინე ისე გაგიჭირდეს რომ იკრა ჭამო. ახლა იკრას ყველა ვერ ჭამდა კაცო. თევზს ჭამდნენ. კი, კაცო. არ ჭამდნენ გეუნები ხლა დაიჭერენ რაღაც. რამე არ გაქვს. რა მაგრა აქვს შია ხო? შია. შია და აგერ მაქვს ისა რა ქვია წამოღებული. წამოღებული მაქვს ბრინჯი. ბრინჯი მაქვს და ხორცი. ხო და აგერ კიდე სუპია ამხელა. ხო ჭამოთ. რა გინდა? შენი ევია. საჭმელები გამაგრილებელი საჭმელები აგერ გამაგრილებელი საჭმელები. დადი ბიჭო აქედან. გახადა ბაზრობა. გადი აქედან. მოდი. გადი აქედან. აბა გამაგრილებელი საჭმელები. მოდი. შენ გუშინ ლასტები ხო დაგქონდა? კი. ხო და ეს ვიყიდე მე ლასტები, შენგან რო არ ვიყიდე ივინანე. ხო და დიდი მაქვს ერთი ზომა და ასეთი არ გაქვს. 42-ია და ერთი ზომი დიდი მაქვს. აჰა, ესე იგი შენ გინდა 41. ხო. 41 მაქვს ღვიურისთან. სავალტო მოვიდა. კაი. რა გინდა ის რას უწუდეს მაგლასტეს მე ვერ ხვდები. დიდია წყალი შემდის, ფეხი მისველდება, კაცო. ფეხი არა ეს გისველდება გაჩერდი. შენ ბინაზე რა ქენი? ბინაზე? გადახვედი ბინა. მოდი დაგანახო. ახალი ბინა როა ვიღერცი? ფსკერპოინტის. აი, გახედებ ფსკერპოინტი შენდება იქ. აბა? აი, ღრმული როა. ღრმული რო არის მანდა. 80 კვადრატული მეტრი ავიღე. იქ რაღაც წამცენერები, რაღაცები ჩაბოგლიჯე, მაგრამ ნესტიანი ადგილი არის. რატო? ნესტიანი ადგილი არის. ესე იგი, ნასკებს რო გარეცხავ, 3 დღე არ შრება. ნესტიანი, მაგრამ არა უშავს კაიაო. ბიჭო, ნასკებს შენ რეცხავ კაცო. ცოლი? ცოლი კი არა. ცოლი წასულია. ეგეოსის ზღვაშია წასული ლიფსიტებს დულის. აბა. ბეიბისითერად არის. მოგეხმარებ, ფულით მოგეხმარებ. ბაბა. მე რა უნდა ვთქვა, ყველა ცოლი მე არ მყავს და არავინ მე არ მყავს და მარტო ვიმავშები ჩემ თავს. მარტო ჩემ თავს კი არა თან. ხო და ამ გადასახადებს ვიხდი გამწყვიტა ბიჭო წელში. რა გადასახადებს ვიხდი? რა და ჯერ ერთი ძმაო უყურე, ეს დენის და რაღაცების თავი რო დაანებო. ეს ჰაერის გადასახადს ხო გვახდებინებენ კარგად? გრაფიკით ხო მოდის? გრაფიკით. ხო, მე სუბთა ჰაერიაო, პირდაპირ შეგიძლია ისუნთქო. რა შეგიძლია ბიჭო? ერთი თვე ვეძახდი, რეკავდი მაგათთან იქა ჰაერ კანალ რაღაცა რაც არის. რეკავდი რომ ამ ჰაერს ჩიტის სუნი მოყვება თქო. ჩიტის? ვინ მოგაქცია ყურადღება? სანამ მე ბარტყები არ გამოყვა კრანს. აბა. აი, შედა. მე მიაქციეს ყურადღება, მე. ეს ვინ არის ბიჭო? რომელი ხარ შენ? რა იყოთ? გამარჯობათ ბიჭებო. რა იყო თავს ვიკლავ რა.
თავს ვიკლო. ვა, რა გაგიჭირდა ბიჭო ასეთი? არა გამიჭირდა ცოლი ბიჭო ცოლი. ცოლი გამახსენდა, ეხა ცოლი გამახსენეს. ცოლის გამო რა, გამიხურა საქმე რა, აი აქ არის რა, ნერვიული რა კაცი რა. გამიხურა საქმე. მადლობა. ეგ არის ცოლი. ეგ არის ცოლი ზუსტად. რო ამბობდა არ მოიყვანო. ეს ვერ გძირავს კარგად. როდის მოვხდები? რა ვიცი. არ ვიცით ხო? ალიგა ბიჭო. დროზე ამოდი ზემო, თორე ჩამოვალ და მან დაგახჩობ. კარგად იყავით. კარგად. აი. ესე იცი. ცოლი არის ტვირთი. რაღაცი იყო, შენ არ იცი ესა. აბა ხობოდა ისე. შენ ისე პრინციპში რა შეები ეხა. შენ აყვინთული ძლებ დიდხანს მე რამდენად ასე. აღარ ვარჯიშებ აყვინთვაში, არა. ვეღარ აყვინთავ ზევით, აბა აყვინთული ვეღარ შევდე. ვეღარ შევდები. ელექიმთან ვიყავდე, რა მითხრა იცი? ფილტრებში გაქაერიო. მა დავეიყოს კაცო. აბა. და დავალებე ვეღარ სუნთქავ. ვეღარ სუნთქავ, აბა. თეთრ რაღაცა სუნთქი, ფილტო ჯაირ თუ გაგრო ძლივს გადავჭი. ახლა ამათ არ უნდა გაუხმო ეს ხელი ბიჭო. ახლა ესენი არიან ბავშვები ესენი. ბიჭო, უნდა მოსვებო. დაგიხევთ თუ დაგიმტრეთ ამ ღუზას მეორედ. სხვა სათამაშო ადგილი ვერ ნახეს ამ ლამაკები. გაჭერი ეს ღუზა. დაგიჭირი დანა. მაიმუნები ესენი. მოხდა გოლი რა ვიცი. დედა ბიჭო მე შეიძლება მე ნერვები და ნერვები მაწდება. ნერვიულობ კაცო. რო არ დავლიო ეს წამალი ტაბლეტი შენთვის არ შეიძლება ნერვიულობა. შეიძლება იწახე შენ და მაწდება მე ნერვები. მიაყოლე. არ შეიძლება შეიძლება ნერვიულობა არ შეიძლება. უნდა ნერვიულდი ახლა. არაფერი არ მშვენიერ. არაფერი. არ შეიძლება. შენი ნერვიულობა არ შეიძლება. მე არ ვიცი რა შეიძლება ბაბასო. აქ სცენარისტებმა თავუშვეს შეცდომა, იმიტომ რომ წყალქვეშ სანთებელას ანთება შეუძლებელია. გეუნები არ შეიძლება თქო არ მიჯერა. არც ეწევი ამას უბრალოდ ილოშები ხოლმე უკიდე. არ ვეწევი. ალო. აი ესია ბიჭო რა. ფერი დღე რეკავს. აიღებ და მე აბა იგე ხმა შეუჯახა. შიშინი. ხმას არიღებ საერთოდ. ალო. მე იმას რა შიშინები ხოლმე ქაღალდს იმას შვება. ეგ აბა. გოგო. არა. ეს კაი ტელეფონი გაქვს პრინციპში. კაი. ზღოკია. გემაცა. ეს რა თამაშები არის შიგე? ეგ თამაშები არ არის კაცო, ეგ ცხოვრობს მან დაანები თავი. აი რა გიდა ტელეფონი საჭირო. ვაგარია კაცო, აჰა. აი საწყალი მოვიდა ესე აი. ხელი აცა. აი ესე მოდის ყოველ დღე დადის სათევზოდ ერთხელ მოვიდა. ესე მოვიდა აქ და ესე უბავს ეს თევზს. და ამ საწყალს გონია თუ მდინარეაო, კაი თევზი ჭირდება რა ის სტუდია გვაქვს და ჩაწერა გვაქვს ახლა. ერთხელო ჩამოვიდი იმის მერე დადის და კი დაყავს კიდე ვიღაცეები და ესე გონი. ვითომ ჩამოკარი ვითომ. თევზი. გაუხარდებოდა. მოხვალ. ჩემი საქმე არ მეყოფა მე, თავკე. გეყოფა. და დამანებე თავი თუ. რა ვქნათ ახლა? შაპი. ვითომ თევზი. გავიდა, გადავჭით. იხჩაბი კი არის. გაჩერდი.